ის არ დამანახეთ, მე მგონი გაჩერდა. ელენე ბოდაველი მოვიდა რუსთავიდან. თქვენ სინამდვილე გითამაშებს ელენე ბოდაველი რუსთავიდან. ანი გიგუაშვილი არ არის და, ვის მიმართო შეკითხვით სამედიცინო თემაზე? მომართეთ იქნებ ვიცი. თქვენთან ვითამაშ კაპიტან ლიკა. იცით ვინ აღმოაჩინა მორფინი? ვინ? იცით ვინ? 1804 წელს გერმანელმა აფთიაქარმა ფრიდრიხ სერტიურნერმა პირველმა ლაბორატორიული გზით ოპიუმიდან გამოყო სუფთა მორფინი. 1822 წელს სერტიურნერმა გახსნა აფთიაქი, რომელშიც თავისუფლად იყიდებოდა მორფინი. სერტიურნერს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საფუძველი დაუდო კაცობრიობის უამრავ უბედურებას და დააღუპა მილიონობით ახალგაზრდა. ყურადღება, შეკითხვა. კაპიტან ლიკა. რომელ ქალაქში გახსნა თავისი აფთიაქი სერტიურნერმა? გამელნი ხო რა დააღუპავი ახალგაზრდა რა. ამსტერდამი რატო? ამსტერდამი რატო? იმიტომ რომ აპოთეკერის ის არის ბუდა. შენას ამბობს სტოკჰოლმი ნობელის ვარიანტი. გერმანელია გერმანიის ქალაქებში ვეძებოდ. ბიჭო, ის სხვა არის. მალთუსისად მოღვაწეობდა, ვიცი? არ ვიცი. ისე ჰამელნი ახალგაზრდების დააღუპვაზე რამე არის. ჰამელმა გადაარჩინა იმან არა, ვალთუსაინერა. კაი, კიდევ რა? ირთხების ამას. ბევრი ოდეკოლონის კელნი ანუ კარგი სხვა. რომელიც ვიცით და რომელმაც დაღუპა კიდე ხალხი. რამე იარაღი ხო არ არის ან რაღაცა. რამე ჭირთან რაღაცა, დიდი ჭირისკერების რაღაცა. გერმანიაში იცი რამე ეგრე. დიდი კერები არ მახსოვს. იფრი ხო არ არის? ქიმიური იარაღისაც გამოვიდა. ბიჭო, გერმანია რომელი ქალაქი დაბომბეს? დრეზდენი. ბიჭო, ჰიტლერი სადაც დაიბადა? ბრაუნაუ, ავსტრია. არა. გერმანელი იყო შეიძლება ბრაუნაუ. ხო? ერთი ავსტრო-უნგრეთი არის ხო? ბავშვები ჯორსო ესაფრანგე. დრო ამოიწურა ბატონ დავით, იღებ დამატებით წუთს. ბატონო დავით, კაპიტანო. წუთს იღებ დამატებით? არ გაკეთებს. არა ბატონო, არ წამყვანო. იღებ. არა. მაშინ გითხარით ვინ ოპასუხებს? არ გაკეთებს. მე თვითონ თქვენ შევეცდები თავად ბატონო. გითხარით ვаш ქალაქი. იყოს ბატონო წამყვანო ჰამელნი. რატომ? ანუ როგორც მონუსხული ვირთხები გაყვნენ ჰამელნელ მესტვირეს, ისე გაყვა მორფინს ახალგაზრდობა და დაიღუპა. მორფინის გამოცდილი მომხმარებელი ვიცაუბროთ ბატონ დავით. ნუ გამოცდილი მომხმარებელი არ გახლავართ და საერთოდ მომხმარებელი, მაგრამ 90-იანების საქართველოში ყველას გვიცხოვრია ბატონო წამყვანო. ანუ ჰამელნი, ბრაუნაუ გვაქვს მეორე ვერსია, რომელიც არ მომწონს, იმიტომ რომ რაღაც თითიდან გამოწოვილი მგონია, ხო? და ჰამელნი არ არის თითიდან გამოწოვილი. მაგაზე უკეთესი ვერ მოვიფიქრეთ. კეთილი. თქვენი პასუხი მიღებულია, ყურადღება, სწორი პასუხი. ავთხელოთ მონიტორს. ჰამელნელი მესტვირის ვირთხი წერია შუა საუკუნოვანი ისტორია ალეგორიულად განმეორდა მე-19 საუკუნეში, ხოლო მესტვირის როლი ფრიდრიხ სერტიურნერმა შეასრულა. ჰამელნი ეწოდებოდა ამ ქალაქს, ჰამელნი. ვერთო ჩემო, ვერ დავაბნიე კაპიტანი ვერაფრით. 5-3 გახდა ანგარიში და შესვენება მჭირდება რეკლამა. ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველი თამარ ხადური დაასაქმებს დღის ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა მივულოცო ტელემაყურებლებს გამარჯვება, რაც შეეხება საუკეთესო ტელემაყურებელს. ვფიქრობ დღეს ეს იყო ელენე ბოდაველი ჰამელონთან დაკავშირებული. ელენე ბოდაველი შეკითხვა ჰამელნზე, რომელიც გამოიცნო გიგა ვაშაკიძემ. სილქნეტი და მის წარმოადგენს